ხელოვნური ინტელექტის გარეშე ცხოვრება დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახდა, რადგან ChatGPT-ის მსგავსმა მოდელებმა ჩვენი ყოველდღიურობა თავდაღირა დააყენა და ისეთი შესაძლებლობები მოგვცა, რისთვისაც ამ დრომდე სულ მცირე რამდენიმე პროფესიონალის ჩართულობა იყო საჭირო. გლობალური ტენდენციების პარალელურად ხელოვნური ინტელექტი ფეხს იკიდებს საქართველოშიც, სადაც ამ ტექნოლოგიის გარშემო არაერთი კომუნა შეიქმნა. დღევანდელ Tech Inform-ში თბილისი AI Meetups-ის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი AI კომუნაა ჩვენს ქვეყანაში. ამ თემაზე ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი შოთა ნათენაძე და მონაცემთა მეცნიერი და ფიზიკის დოქტორი ანდრო საბაშვილი მოგვიყვებიან. გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენ დროისთვის. გამარჯობა, მადლობა თქვენ. ანდრო, დავიწყოთ საუბარი AI კომუნით და პირველ რიგში მაინტერესებს, რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ საქართველოში შექმნილიყო AI კომუნა? გამარჯობა, მადლობა დაპატიჟებისთვის. ესე იგი, მეც და შოთაც დიდი ხანია უკვე ამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობთ, machine learning-ი, მონაცემთა მეცნიერება და ჩვენი мотиваცია ამ შეხვედრების დაორგანიზების და დაგეგმვის იყო არატექნიკური სემინარების არარსებობა ქვეყანაში. და როდესაც გავიცანეთ ერთმანეთი და დავილაპარაკეთ ამ საკითხზე, გადავწყვიტეთ, რომ გავეკეთებინა შეგვეკრიბა ხალხი, რომლებიც ტექნიკურად ილაპარაკებენ ამ საკითხებზე, გაუზიარებდნენ ერთმანეთს, რა პროექტებზე მუშაობენ, რა ტექნოლოგიებს იყენებენ და შესაბამისად ეს იქნებოდა სასარგებლო როგორც სტუდენტებისთვის, ვინც ახლა სწავლობს ამ დარგს და ემზადება, ასე ვთქვათ, კარიერისთვის, ასევე გამოცდილი ხალხისთვისაც, რომ უფრო თვალსაჩინო გაფართოვდეს და წარმოდგენა შეექმნას ვინ რა პროექტზე მუშაობს და რა პრობლემაზე მუშაობს ამ მომენტისთვის. აქვე მოდით თემატიკაზეც ვისაუბროთ. რა ტიპის ღონისძიებები გაიმართება AI Meetups-ის ფარგლებში და რა იქნება ის ძირითადი საკითხები, რომელსაც შეეხებით. ასევე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ხელსაწყოებზეც, რომლებიც იქნება განხილული შეხვედრის ფარგლებში. ჩვენი თემატიკა არის საკმაოდ მრავალფეროვანი. მოიცავს როგორც კლასიკური AI-ის, კლასიკური ML-ის მოდელებს, ალგორითმებს და ტექნიკურ სიღრმისეულ გაანალიზებას ამ ალგორითმების და მეთოდების და ისე როგორც ბიზნეს პრობლემების, რომელსაც ამ მეთოდებით ჭრით. ასევე თანამედროვე გენერაციული ეგრეთწოდებული Gen AI ხელსაწყოებს, ალგორითმებს და მეთოდებს, რომლებიც დღეს საკმაოდ პოპულარობას პოვებს მსოფლიოში და საკმაოდ მაღალი ადაპტაციით ხასიათდება ეს ალგორითმები თუ მოდელები. მათ შორის ChatGPT, რასაც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ხო, შეცვალა მთლიანად ინდუსტრია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტექნოლოგიას, ამ ტრენდს ავყვეთ არა გაუაზრებლად, არამედ გააზრებულად და კონკრეტული use case-ების გაანალიზებით, სხვადასხვა სპიკერების მოწვევით და ადამიანების გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით, ჩვენც მეტი ცოდნა შევიძინოთ, community დავაახლოვოთ და ცოდნის გაზიარება მოვახდინოთ. ხო, შეგვიძლია მოვყვანოთ რამე კონკრეტული მაგალითი ყოფილი ერთ-ერთი meetup-ის, აი მაგალითად რა ტიპის ღონისძიებები ჩაგიტარებიათ ამ დრომდე? ჩვენ ქონია როგორც კლასიკური მაგალითად დროითი მწკრივების პროგნოზირების ახსნადობის კუთხით meetup-ები, ასევე კომპიუტერული ხედვის, ეგრეთ წოდებული computer vision-ის მიმართულებით. მე პირადად ჩამიტარებია meetup-ი multi-agent სისტემებზე და რომელიც საკმაოდ ახალი მიმართულება არის და საკმაოდ პოპულარული დღესდღეობით და თქვენ თუ გამგეყენებიათ ChatGPT ან რომელიმე სხვა AI ხელსაწყო, მიხვდებით, რომ ამ ხელსაწყოების უკან დგას სისტემები, რომლებიც ამ პარადიგმას ეფუძნება. ასევე გვექნება meetup-ები, რომლებიც დაკავშირებული იქნება content generation-თან, marketing-თან, ტექნიკური AI თიმების ხელმძღვანელობასთან, მართვასთან. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი პროექტები გქონდა და გვექნება. ხო, ანუ პრინციპში არ არის ეს არც ზედმეტად ზოგადი, როგორც აი თეორიული შეიძლება ChatGPT-სთან დაკავშირებული კურსი იყოს და არც არის იმდენად ტექნიკური, რომ ადამიანმა, რომელსაც უბრალოდ ამ ხელსაწყოების გამოყენება სურს და აინტერესებს, ვერ გაერკვეს ამ ყველაფერში. ამის ფონზე ანდრო მინდა გითხოთ თქვენ რა ტიპის წევრები ყავთ კომუნაში, ვინც დღემდე ყოფილან, ესენი ძირითადად პროფესიონალები არიან, იგივე ინჟინრები, მონაცემთა მეცნიერები და ასე შემდეგ, თუ მათ შორის არიან მაგალითად სტუდენტები, თუნდაც ტექნიკური პროფესიების შესწავლა, ვისაც სურთ, თუ ზოგადად აი რა ტიპის აუდიტორიას უმიზნებთ ერთი თქვენ და რა ტიპის აუდიტორია უკვე ყავთ? კი, ასე ვთქვათ, დღესდღეობით ესე იგი არიან სტუდენტებიც ესწრება ჩვენ სემინარებს და ასე ვთქვათ ტექნიკური ხალხიც, ვინც უკვე გამოცდილია ამ საქმეში და ყოველდღიურად მუშაობს ამ საკითხებზე. ასევე არის ხალხი, ვინც მაინც და მაინც არ არის ხელოვნური ინტელექტის მომუშავე ადამიანი, მაგრამ არის მაგალითად მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თავის საქმეში იყენებს ამ ხელსაწყოებს. აი ესეთი კომბინაცია გვაქვს ჯერჯერობით. არიან როგორც ასე ვთქვათ, ასაკით დამწყები ხალხი, ვინც ახლა ვთქვათ სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებებზე და სურს რომ კარიერა განავითაროს ამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ასევე ასე ვთქვათ უკვე გამოცდილი ხალხი, ვისაც აინტერესებს
ვინ რაზე მუშაობს და ეძებს ასე ვთქვათ იდეებს, რომ გააკეთოს წარმატებული პროდუქტი, წარმატებული სერვისი და ასე შემდეგ. ანუ ტექნიკური ცოდნის ბარიერი ფაქტობრივად არ არსებობს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაღაც ოდნავ მაინც ესმის კომპიუტერის გამოყენება შეუძლია დაესწროს. ბუნებრივია. შეხვედრას და გაიგებს რაღაც საინტერესოს. აქვე უნდა ჩაგეკითხოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც, რადგანაც საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული სახელმწიფოა, შეიძლება AI-ის ათვისების მიმართულებით თლად გამორჩეული არ იყოს განსაკუთრებით ტრადიციულ ბიზნესებში და ტრადიციულ სფეროებში. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში ამჟამად არსებულ ვითარებას და რომელია ის დემოგრაფია, რომელიც ყველაზე აქტიურად იყენებს მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს? კი, მე ვიტყოდი, რომ საჯარო სექტორში ჯერჯერობით ძალიან დაბალი დოზით ხდება ამ ტექნოლოგიების გამოყენება. თუ საერთოდ ხდება. თუ საერთოდ ხდება, კი ბატონო. და რაც შეეხება კერძო სექტორს და თქვათ დიდ კომპანიებს ჩვენ ქვეყანაში, როგორიც არის რაღაც ბანკები, რამდენიმე ბანკი და ასე შემდეგ, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ისინი აქტიურად ცდილობენ, რომ დანერგონ უკვე თავიანთ ასე ვთქვათ პროცესებში ეს ხელსაწყოები და რომ თანამშრომლებმა შეეძლოთ გამოყენება ყოველდღიურად ამ სერვისების თუ ხელსაწყოების. დემოგრაფიას რაც შეეხება ცოტა გამიჭირდება თქმა ალბათ, მაგრამ ჩემი შეხედულებით და იმის მიხედვით თუ როგორი ხალხი დადის ჩვენთან შეხვედრებზე, მე ვიტყოდი რომ როგორც ახალგაზრდებშია ფეხმოკიდებული, ასევე უფრო ასე ვთქვათ გამოსტილ ხალხშიც და ასაკოვან ხალხშიც. შეტა გითხავთ როგორი არის ათვისების მაჩვენებელი GenAI-ის მიმართულებით, რადგან როგორც ვიცით და პრინციპში ჩვენც ვიყენებთ, ეს არ არის ძალიან სიღრმისეულს ოდნა არჩევდება ამ ტექნოლოგიის გამოყენებას, მაგრამ მას შეუძლია რომ ძალიან დიდი ეფექტიანობის ბუსტი მისცეს როგორც თანამშრომელს, ასევე კომპანიას. აი GenAI-ის მიმართულებით არის თუ არა გამოყენების მაჩვენებელი მაღალი, თუ შეგვიძლია მას მაღალი უწოდოთ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით ქართულ კომპანიებში? დიახ, ალბათ აქ უნდა გავარჩიოთ ვის გულისხმობთ გამოყენების ათვისების კუთხით, თუ გულისხმობთ კომპანიებს, ათვისების მაჩვენებელი ჩემი აზრით საკმაოდ დაბალი არის სათვალოში. ყოველ შემთხვევაში რა ინფორმაციაც მე გამეშნია ხოლმე, რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანებს, ჩემი ინფორმაციით, ჩემი სამეგობრო წრის თუ ნაცნობების განმხედიდან საკმაოდ მაღალი არის AI-ის გამოყენება. და ადამიანები იყენებენ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ბევრი სხვადასხვა ტასკის დავალების ამოსახსნელად, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენიერი ხო, ნუ პრინციპში ეგრეც უნდა იყოს და კარგია რომ საქართველოშიც არის ეს პროცესი დასავლეთთან ერთად. აქვე კითხავთ უშუალოდ სამომავლო გეგმებზე, მითაფების მიმართულებითაც, როგორც ვიცი, დიდი კონფერენციაც იგეგმება თბილისში ზაფხულში და მანდაც მიიღებთ კონკრეტულ მონაწილეობას. თუ შეგიძლიათ ამაზე უფრო მეტი გითხრათ. ჩვენი გეგმები რეალურად არის საკმაოდ მარტივად ასახსნელი. ჩვენი გეგმა არის, რომ community-ს რაოდენობა და ზომა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, გავხადოთ უფრო მეტად მრავალფეროვანი, მოვარგოთ როგორც ასაკოვან ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ სურთ ამ თანამედროვე ხელსაწყოების ათვისება, ისევე როგორც დამწყებ პროფესიონალებს და სტუდენტებს, ან თუნდაც სტუდენტი შეიძლება არ იყოს ადამიანი და უბრალოდ აინტერესებს ამ ტექნოლოგიების შესწავლა. ასევე სურს გარღვეულ თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიებთან და მათ შორის გავზრდოთ ეგრეთ წოდებული community partnership-ი, აი თუნდაც თქვენ ახსენეთ ივნისში კონფერენცია Global Tech Weekend-ი, რომელიც community partnerები ვართ ჩვენ და ამ კონფერენციაზე ჩვენ შემოგთავაზებთ საკმაოდ სიღრმისეულ და საინტერესო სპიკერებს და შეხვედრებს და ივენთებს. ასევე ჩვენ პარტნიორობთ სტარტაპ Mazek-თან, რომელთა პარტნიორობიდან ჩვენ ამ კვირას ვატარებთ პირველ MCP Agent AI hackathons. შეიძლება ბაზვორდება ჟღერს, მაგრამ ეს ბაზვორდები საკმაოდ პოპულარული არის დღეს მსოფლიოში. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს LinkedIn გვერდზე გაზიარებული ივენთის მული, შემოგვიერთდეთ და 8 საათის განმავლობაში შექმნათ ღირებული საინტერესო პროდუქტი. ამასთან, რაც შეეხება კომპანიებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, ამჟამად ჩვენი პარტნიორები არიან ეკონომიკის საერთო სკოლა ISET, ილიას უნივერსიტეტი, EPAM Systems-ი, ასევე D-Block-ი და სულ რამდენი დღის წინ შემოგვიერთდა საქართველოს ბანკიც. ამიტომ სერიოზულ მოთამაშეებთან გვაქვს. სერიოზული კი. ნაცნობის სახელებით ძალიან ბევრია. დიახ. და მადლობა მათ პირველ რიგში. რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია რომ მათ შორის აგენტები ახსენეთ არაერთხელ და ეს ტექნოლოგია ახლა ინერგება სწორედ დასავლეთში და ძალიან მიხარია რომ თანასწორ დროს და ერთდროულად ხდება ამის ათვისება მათ შორის საქართველოშიც. რისთვისაც დიდი მადლობა გეკუთვნით ნამდვილად თქვენ რომ ავითარებთ ამ ტექნოლოგიას საქართველოში და აგრეთვე დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებას ვუსურვებთ თქვენ გუნდს როგორც მომდევნო მითაბზე, ასევე საერთოდაც ზოგადად სამომავლო
უწევდათ. მადლობა. სხვა გადაცემებში აუცილებლად შევხვდებით. დღევანდელ Tech Inform-ში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი AI კომუნის თბილისი AI Meetups-ის ამბები შოთან ათენაძესთან და ანდრო საბაშულთან მიმოვიხილეთ. როგორც გავიგეთ, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოში ბევრი სიახლე გველეს.